გავარჩევად კოჩორი როგორ გავდივართ მე დალაშე ხა მაღაზიაში ეს ნაბეღლავია სხვადასხვა ნაბეღლავი კოჩოს კარგად მე შამპონამდე ერთი მივიდე რომ მე შამპონი შევცვალო განაცუდია ძალიან კარგია მაგრამ ესა მე მოხტება ისე მაგრად რომ რა იყოს ძალიან მაგრად მე მოხტება თმები სხვათა შორის ერთი ვაშლი და ერთი პომიდორი მაქვს ნაჭამი გაიგეთ და როგორც დამი ეს არის კაცვის ზეთი და როგორც წინაზე მითხარით ის არის რა ქვია ის ვეღარ გავასწორი რაღაცა უნდა მეთქვა რაღაცას ვამბობდი და მოვიწყო მოკლედ მომცხარზე მივდივარ დავიღება მომცხარს მე ვკისრულობ და ეხუდება მეყაროს წესით ხა უთილარიც გქონია ხა აბა დაინახე ქალვით არა ვარ მოკლედ წავიღებ ჩემი საფულეთი გავიქეთით სახეზე რა ქვია იმას სიმინდის ფქვილი გული წაგივიდათ ხალხი ერთი წამი მოდით აქ სიმინდის ფქვილი ავიღე ოდნავ ხელზე და სახეზე წავისვე და კარგად დაიჭერე ისეთკი ხოდა რო იწმენდავენ ხოლმე რა სიმინდის ფქვილით ცოტა ავიღე რომ თან ვფიქრობდი ლაშა მარ დამინახოს მეთქი თირკმელა გადაისაქნა დათმო მაქვს სიმინდის ფქვილით და კიდე სახეზე ვისმენთ ეხა მაგრამ მეზარება წასვლა მარა წამოდი შენც ხოდა წავალ ბრინჯი უნდა ვიყიდოთ სოკოშილას ვაკეთებთ ხოლმე საახალწლოდ დავედი გამოირთე რა ესე ვიაფერმატ თანქარი წავისვე ფლომასტერები მითხარია რა საკეთებ ნინო თუ დააცემნებს მიხედე რა ეს რამდენი სერია გახმოვანებული ამაზე მეტად თითო ერთ დღეს თითო სერიას დება რამდენი საათიანი ერთი საათი 40 წუთიანი არ იმაშვება შულო არა დიდდება ეკრანი რა ქვია მაგ თამაშს კი არა ფილმს ისა კალმარის თამაშები ორი ეხა ისპანახი გავთუთქე ეხა ტაძართან ვართ გაჩერებულები ნეკო მაღაზია ნეკო ახლა სხვაგანა ვართ გაჩერებულები კინძი ვიყიდე სუნელი ვიყიდე უცხო სუნელი არ მქონდა ნამცხუში შეკვეთა მივეცი ორნაირის ნახევარ წამოვიღებ ზეთისხილი და საბარხო კანფეტი და ანანასი
ლაშა გადავიდა მაღაზიაში და მეუბნება თუ დაგორდა შუალას დააწექი. ეხლა ხო ვერ მეტყვით შუალა რომელია და საერთოდ რას უნდა დავაწვი. ეს ვიცი, ანუ ეს უჩაწია პირიქით დაგორდება. ეს რვა წვალებან ხოლმე ის არის და რომელ შუალას ვაწვევია? გამოვიდა როგორც იქნა მოვახციეთ სახლამდე. მოიდა. ვიმი. ესენი ყველა ჩემ ბლოგში უნდა იყვნენ. ესენი ყველა უყური. როგორ ანკმის ეს სასიზღარი. Cuido. ვინ მიყვარს ძალიან. გენაცვალე ხმაში. მადლობა. ნინოს მაგრა გაუხარდა. ავალ გადავხედავ, იქნებ ოთახში წაუდგა. ვის ვენაცვალეო, ვის შემოევლეო, ვაიმე, მეკოქი გუგუა ესაო, წათი, всё. ვაიმე. კაი ეხლა რა, აი ხა გამოვალ და ცოტა რაღაცებს გაჭმევთ კიდე, წეღან ხო გაჭამეთ არა? всё. მოგეწონა მაგიდა და სკამი. დავდგათ შენ ოთახში? სად დავდგათ მე, რო არ არის ადგილი? ოხმაშინა ხედე. რა, იქადა რაღაცე. ეგეც გამოუტანები არა? მაი, შე რა გხარ რა. მადლობა დიდი, დაიცა დაგირეკო ეხლა. არიყავი დაბლა? ნინოს მაგიდა და სკამი აქვს, მერხი აქვს. სად დავდგათ? აქარაო. დავაი რა. ეს აიღე და აქ დავუდგი. ის რო ჩაწიო, εκεί დაეთქმევა. არ დაეთქმევა. ვიფიქრებთ რამეს. არა დიდდება ეგ ეკრანი. არ უნდა. რა საკეთე? ვისალოცებს თუ? აბა ვისაკვნევა. ხოლო სპაიდერმენი რო არ დახატო, გასად ხო არ მაქალმე. ჰა? ვიშვი. რა თბილია. აიჰა! დაიცა ჯანში. არა თბილია. აჰა. სრული რა ქვია? მზადყოფნა სრული ნაყიდობა და რაღაცა და მოკლედ დათორებულია სახალწოდო სამზადისი რა, აი ესე. ეხა ჩავალ დაბლა. არ ვიცი რას გავაკეთებ, მაგრამ რაღაცას გავაკეთებ. ეშო კიდევ ერთი წამით გარდირობში. ესე იგი, სანამ სარეცხით შევყარე. სარეცხით ირეცხება. არ მინდა ახალ წელს სარეცხით შევხვდე, გასაუთოებლებით ჯადაბას. გიყვარდეს, აი. გავაგროვე. 1-3 ამდენი დაგროვდება კიდე, დღეს სულ უნდა გავდავრეცხო ყველაფერი. რამდენად მოვერევი ვნახოთ. ეხლა კაკალს ამოვიტან დავაუტყევ. გავარჩევ, გავამზადებ. წესით და გავამზადო დღეს ყველაფერი რაღაცეები, იცი რატო? ხვალე იქნება დაბალი გაზი. მაგრამ დღეს თუ მაგას ფიქრობს ყველა, დღეს იქნება დაბალი გაზი. სასტრაფო არაფერი არ მაქვს, მე უნდა დავტესტო ბლინჩიკის ცომი, სამარხოდ ბლინჩიკის ცომი. რამდენად კაი გამოვა. ხო და. ავიწეს თუ გამოვიდეს რატო არ. და სოკო მაქვს. და გავაკეთებ, უნდა გვეყიდე ხა და არც იყო, სადაც ვიყავით და ძალიან აღარ ვიარეთ რა და დავტესტავ რა შემოთქვა. არის წოლო იყოსო. ვიყიდოთო, მაგრამ არისო რა და თან ხდეუბნებით. არა მგონია ხა ისეთი ძალიან ის იყოს, ადრე გავაკეთე, მაგრამ არ მახსოვს როგორ გავაკეთე. ბლინჩიკი, იმის ცომი. ხო და დავტესტავ ცოტას, თუ გამოვიდა, ბევრს არ გავაკეთებ, ერთ 20 წელს რა. რომ მეორე დღისით ბავშვებმა ჭამოთ, რომ დღამეს სავარაუდოდ ლელოში წავალ. ზუსტად არ ვიცით. გავწვე და წავედით. უი, ბიჭო. ხო, მინდა კაკა
წყალი ახლა. არ გადმოვარდეს. მიჭვილი უნდა გადმოვარდეს. დაშრეს დავიღებ ხალხებს. სამსახურის ტანსაცმელი შევყარე და ცოტა. სულ ცოტა მეტი ფხვნილი უყავი. ისა სიო უყავი, რომ ამას კაი სუნი აქვს. და შეხედეთ. მაშინ ეკედან არ გამოვიდეს. სუკაფია. სამაგიეროდ გულიანად იწხე. მაიამ მერხთან და სქამთან ერთად გამომიგზავნა კამფეტები, ტკბილეულები, მანდარინები, ბანანი და საყვარლობა. მე გამჭვირვალე ჭურჭელი ძალიან მიყვარს. ხო და ეხლა საახალწლოდ ერთ-ერთ ვლოგში ამას გამოვიყენ, ან მაი ამით დაგლოცავთ ხვინით. და ძველი ხალწლები ვეღარ გავიყვით. ეს და ეს კიდითია. პრინციპში წავიღოთ კაი ხა. და რა შეიძლება სხვა რაღაცები მიგაკია. წავიდით. პროსტად ეს აკეთებ და დავსვა ხა. ახუროთ ხლებში წყალ დავიბანე. რა იყო შეკაიკაცო მივაღდები და რანაირად შეყური. ვიცი გავჭრე. მოდი იქნებ ეს გავხსნათ. დედა. ახეთ გავიფუჭე. ალტერნატივა. გვინდა რამე. ვიცი გავხსნათ. თოკი. როგეზარება თორე ჩვენ გავჭით რა. გამოიცა. ვიცი. მანანა კამბი ხო მოიტანდია რა. ეს რა. ვეგეცნიდა მე გოზინა ყიფის და ვისთვის ისპანაკი ხილში შეიძლება და ბაჟეს გავაკეთებ მაგიჩეს ბაჟი და მჭადი არა ბიჭო რომელიც საათი და ახლა ვიგრძენი რომ მომშივდა 2 საათი აი იცი რა მწირს 5-მდე და 6-მდე შეიძლება ესე ვიტყვენ აი წაიკიკნო და ესე გავძულო ხოლმე ხანე ის მერე რატომ იმართება რომ ნავჭა აი ფსიქოლოგიურად ძალადობს შიმშილი ჩემზე ანუ არა არ გშია მაგრამ გინდა რა თქინა ქალოა მოხდა წავედით ახლა მაღლა ბეჭთან იმედია დაბლა არ დამეყრება იმით უნდა გავტეხო სატეხით და ეს არის დავალაგე უკვე და თუმცა ეს სად არის ფასონად შევკრავ კაი
არია ეს შენი ჭირი მე რა ადამიანი მოიგლიჯება აბა ეს გააკეთე ის გააკეთე ერთი ორი რაღაცა მოიჩარა მე ჩვენ მაგალითად ძველ ახალწელს უფრო ვიყენებთ ხოლთები ხორცეულობა ჩემი ტუპი ვინა ჩემი ტუპი ბიჭო ტუპი რა გინათ მან მოდი აქ ჩქარა ჩქარა გოგო ჩქარა მე როგორ მოიკაკოდი ვიდეოს იმას რო დიწყებს ძალიან ბნელა არა და მე მინდა ამით გადაღება აბა რომ მოვაბრუნო და ისე ვქნა არ ვიცი ხა რამდენად კარგად ჩანვარ საერთოდ ციო მაგრამ მინდა რომ ეს დავამთავრო ეს საქმე რომ ხვალისთვის არ მქონდეს ამიტომ მოდი დავამთავროთ მიკროფონით რადგან საერცხის მანქანა ჩართული 2 წამით აი ესე აი ესე დავდებ არ ვიცი რამდენად კარგად გამოჩდები ხო გეუბნები იმედია ყაპანი არ გამძვრება ამას ავიღებ რომ ფოკუსი გააჩეროს აი ესე მოიცაკაი კავალია თუ ის მომიტანო დაფა ეს არის თემურზე ნაყიდი დაფა ასეთი ამაზე დავჭრათ ახლა ეს მეცვას არ გამახდებინოთ ახლა იმიტომ რომ ცივა მეზარებოდა ეს ამბავი მაგრამ მაიონეზი უნდა გავაკეთო დღეს და ხვალ მექნება თევზი და ბადრიჯანი სოკოსის მინდა რა ქვია დავტესტო ბლინჩიკები ცომი შეიძლება ერთ დღეს ახლა ვქნა იონე მოვიდა ესე იგი უკმაყოფილესი უბრალოდ ძალიან ისარი იყო ცოტა იყო უფრო მეტი უნდათ უფრო დიდი ხანი უფრო კაი იქნებოდა მაგრამ სამწუხაროდ სამდღიანი იყო სამწუხაროდ უსაბედნიეროდ თანხის მხრივ მაგრამ ყოველთვის ეხა ვიცოდი რომ ხა იონეს ჯგუფი ისეთია რომ ყოველთვის კარგ დროს ატარებენ და ყოველთვის ერთმანეთთან არიან რაღაცა კარგი იმით რა ქვია რა ემოციით სეკრეტ სანტის საჩუქარიაც მოიტანა დავსვით ნაძვის ხესთან საყვარელი ის არის საახალწლო საჩუქარი და დავსვით ნაძვის ხესთან იქნება მასზე მთელი ახალი წელი იონე ჩამოვიდა და სარიცხი მაგ გენათვალეთ იმდენი რომ რა იყო არა უშავრა რა მოხდა მე ეგერ ეცხავს ჩემი ქალბატონი ვერ გარეცხავს თუ გაუჭირდება ამ დანას დიდად არ ავხმარობ ხოლმე თუმცა კარგად ჭრის და ჯერ ვერ შევეჩვია ხელიდანაა და კარგად ჭრის და ვერა რა ხო ეხა უყურებდი სოსოს YouTubers გეცოდინებათ ალბათ მავრიტანიაში იყო და კარგი ვიდეო იყო ძალიან ხო და გამახსენდა ერთი ძველი ადრე ერთ-ერთი ქალბატონი მიკომენტარებდა ხოლმე რომ ისაო შენი ვიდეო რო ყურებადი იყოს რომ აუცილებლად სადმე უნდა გახვიდეო რა ეს სოსოს ხახია თუბანს ვარკეთებს და ზემოთ ხარისკიდან იალნოს ვერ გავწდი ბეკი არ გავწდი ხო და მე კი უთხარი იმდენჯერ დამიწერა რომ სადმე უნდა გახვიდე აუცილებლად რომ გიყუროს ხო ვაიმე მე უთხარი თუ კიც ნუ მიყურებ მე უთხარი შენი გულისთვის ახლა ნუ მოვიგლიჯები ახლა აი ქედა და სადმე წავალ მეც მინდა რომ წავიდე მაგრამ აბა ვარ რა 25 ბავშვი რო ყავ სამგზავრად მივდივარ მეთქი რომ
ვიდეო გადავიღო ამ კალსესია მომოს და ცოტა ხანი მაითმინეთ მეთქი. ხო და გამახსენე. სინამდვილეში ხო სწორია რა ხო, მაგრამ მე ხო ეგეთი ის არა მაქვს რა კონტენტი. მაგას უნდა გენაცვალე სპონსორი, ესა დამფინანსებელი სხვადასხვა იმაზე რომ იმაშვებიან. სად არის ეგრე? განა თავისი ფულით დადის. სოკარი აფინანსებს თავისი შექმნა ტურისტული სააგენტო და ტობა ძალიან კაი, ძალიან მაგარი ბიჭია. ვიდეო არ აქვს ხოლმე დადებული, ერთ-ერთი პირველი მაყურებელი ვარ მე. აი ისა ამას წინათ ივანე თუ არა ბარბარე მეკითხებდა. აი რაღაცა რომ გამოგიგზავნო, ნუ მაგ დატესტავო. ერთხელ ხომ უნდა გამოეგზავნათ ესა სახის მოვლის საშუალებები და უარი ვთქვი მე, იმიტომ რომ თანხაც უნდა გამოეგზავნათ და ანუ თან იცი რა სიტუაცია მოგეწონება არ მოგეწონება აქ უკვე თანხას როცა იხდი უნდა თქვა რომ მოგეწონა და ჩემი თავის მოვლის სიტუაცია ხო იცით სახელზე ერთი ნივია მაქვს და ყველგან იმას ვისმებ. და ობიექტურად მივწერი ამ ქალბატონს რომ უარი უთხარი რომ მეთქი ესეთი ამბავია და ხარს ვერ შევთავაზებ იმას რასაც შევთავაზე არ დავტესტავ. რა ვქნა? სხვა შევთავაზება არაფერი არ ყოფილა, მაგრამ ძალიან დიდი სიამოვნებით შევჭამდი თუნდაც ეკრანთან სუშს. არ მიჭამია სუში, მაგრამ ეს სახში მაიმუნობა გაკეთებულები ეგ არა კაცვაი რო იცის ვიღაცამ და ნამდვილი როა და კარგია და სხვა და დიდი სიამოვნებით ერთხელ აუცილებლად მას ვიზავ ისე თქვენ თუ ის სად შეიძლება კაი სუშის კაი ფასად ის პოინტისები არ მინდა დავინახე მაგრამ გულიც კი არ მომივიდა ეგეთები არა ისეთი რო იციან და ძირითადად მაგ ხაზზე რომ მუშაობენ რა მაგ მიმართულებით აი მაგას კი აქ ეს კარტოფილი არის ბაემისით წითელი ის გავაკეთო ვინეგრეტი ჭარხლით და მაგისი ისიც არის ამიტომ მე არ მინდა იქ არ ჩავჭრიდო ხო და ბარბარეს უთხარი რა ზუსტად რომ დიდი სიამოვნებით მეთქი დავაგემოვნებდი სუშს გამომიგზავნე შევჭამ მას არ ამოვიღებ ვიტყვი სანამ შევჭამ მანამდე ვიტყვი კარგია პეტი იმიტომ რომ ვიცი რომ კარგი იქნება ხო სხვა რაღაცები არ აყოფილა ეგეთისა ხო და შენიჭირი მე 300 ლარამდე რიცხება 400-მდე YouTube-დან და გააჩნია იმთვის რეკლამის შემოსავლეს ანუ თავს ჩვენზეც არ არის დამოკიდებული ხალხი ყურებაზე როა დამოკიდებული კი იცით რეკლამაზე მის სიძვირეზე მის ხანგრძლივობაზე კიდე რამდენი ხანი უყურებს რეკლამას 5 წამში თიშავთ თუ ბოლომდე უყურებთ ან მაგასაც აქვს მნიშვნელობა რა და ეხლა ვიღაცა რო გეუბნება წადიო რო თუ გინდა რომ გიყურო წადიო ერთი დღე აღასტაფაში იყავიო და მეორე დღე დუბაიშიო ბოდიში აგერ წინაზე იმდენი ხანი სამგორში არ ყოფილვარ რომ მოგელი მეტრო და რაბის ჩავედი რომ სადავარდეთ ეს რა ხდება ისე შეუძლია და გაუყოხტავები იკავრობა რომ რამის უკან არ გავიგეთ რა დუბაი და რა ისა აღასტაფა ეგ ახალია რა სადღაც აღასტაფა ხაიონის ველოდები რომ შევიდეს გავაფრთხილე რომ შედი მეთქი აბანოში უნდა შესულიყო და საერცხის მანქანა ჩავდე საერცხის მანქანას რომ წყალი შეაქვს შიგნით აბანოში წყალი ცივდება ხო და ეხა ისე იგვიანებს მე მგონი ზუსტად იმ დროს უნდა შევიდეს ეს რომ გავლებას დაიწყებს და თქვენ ივანეს ყვირილი შეიძლება მოგესმეთ წყალი რომ გაუცივდება აუზე და უკარგია მაიკა რო მოვედი თავზიდანო ისე ავედი მაღლაო რა ეგ და ეს მაიკა დავწავდა რომ ჩავედიო აღარ დავხდა იქ და ბავშვი რომ უთქვას ერთი ქალი მიარბეინებდა ეტყობა დავლაგებელი იყო და ხა მაიკა ნახა ეს დაუწყებდა იმანაც გეკითხა შეკაიკო რომ ახალი სუჯანი დამადნა იმ ახალ მაიკებში ესეთ მაიკები
ასე რომ იანი კარგად არის კი არა, კარგად იმგზავრა, მასწავლებლები კმაყოფილები, მოკლედ გვასახელესო და რა ვიცი რა. ერთი გული დამწყდა, რომ ლაშებები ვარ. ეხა მე რატო არ წახველიო? აი, ეხა სადაც არ უნდა წავიდე? თუ ჩემოთ ფეხი გაუდგიათ რომელიმეს რა. აჰა, წავალ, სულ ყველგან წავალ. ხვალდაზე გაღარივლიან ცეკვაზე და მეც ვეღარსად ვერ წავალ. ხო და სანამ დადიან მეც უნდა ვიარო. ხო მართალი ვარ. ისიც მეყოფა ბავშვობაში რომ ვერ დავდიოდი. ძალიან მიყვარდა ხოლმე დედა სამსახურში წასვლა. ბუღალტერი იყო დედაჩემი და მუშაობდა ხოლმე რა ბუღალტრად. ხო და ერთ რაღაცა არაფერს არ ვაკეთებდი იქ რა ქაღალდებს მომცემდნენ, ხატავდი რაღაცა. სხვა რა გამიკეთებდი? აქვე სოფელში აი ოდესღაც 90-იანებში. ხო და რომ ეთყოდა ხოლმე რომ სამსახურში უნდა წაგიყვანო, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იყო. და რო გავიზარდე, მე მივხვდი სამსახურში რატო დავყავდი. იმიტომ რომ სკოლის ექსკურსიები მქონდა ხოლმე და ექსკურსიაზე ვერ მივდიოდი. ეგ პერიოდიც იყო. არა, სულ ისე არ ყოფილა რა თქმა უნდა. მაგრამ იმ პერიოდში ძალიან უჭირდა ჩემ ოჯახს და არც დღეს არ მაქვს პრეტენზია იმაზე, რომ თუ სადმე არ ვიყავ, იმიტომ რომ როგორც ახლა მე კარგად ვიცი ჩემი ოჯახის და ჩემი შვილებს ისე უწყვეტავ, ისე აწყვეტავდნენ მაშინ ჩემებს და მაგაზე არ მაქვს პრეტენზია. უბრალოდ მე გავიგე, რომ თურმე მე რომ მიხაროდა და სამსახურში მივდიოდი, დედა სამსახურში უბედნიერესი რომ ვიყავი. თურმე იმ დღეს ჩემი კლასი ექსკურსიაზე მიდიოდა და მე ვერ მივდიოდი. უბრალოდ მე არ ვიცოდი და გული არ დამწვდომია. მე გავიგე და სახტავში. ხანდახან ეგეც არის საჭირო რა უშ. რის შესაძლებლობაც ქონდა ყველაფერს აკეთებდნენ. სამაგიეროდ ჩემს სწავლა-განათლებას შეეწირა ერთადერთი ცალი დარჩენილი ძროხა. ამიტომ ერთმა დამიფაროს, რომ რამის მიმართ ვიყო უმადული. მით უმეტეს იმ პერიოდის, როდესაც შიმშილობდა ხალხი, როდესაც რა ვიცი ბევრს ძალიან ცუდად შეეხო პერიოდი და შეიძლება მრავალფეროვანი მენიუ ქონდა, მაგრამ არც ერთი წამით ვფიქრობ, ხა აი რო გავიზარდე და დავფიქრებ, არც ერთი წამით არასოდეს არ ყოფილვართ ხშირები. შეიძლება იმ პერიოდში ჩვენ რო ჭამდით, დიდები ვერ ჭამდნენ. აი ჩვენ ვერ ხედავდით მაგას. და რა დონის უნამუსო ადამიანი უნდა იყო, რომ აი ეგეთი პერიოდი არ დააფასო, რომ არ გშიოდა. არა. ხო და მაგას ვამბობ რა. წავალ ყველგან, აი ეგრე. სოკარს ველოდები ხა უნდა მაფინანსოს. სოსოს ყუაფინანსე, შეკაი ადამიანი, რა გადავეკიდი ამ სოსს. ხო, ეს მორჩით. მე მიყვარს მაიონეზში ბევრი ის რო რა ქვია, ნაკლები კარტოფილი და ბევრი რა ქვია, ამას ყვითელი როა. ეგა ხო, ეგა ქვია. სტაფილო. ეხა დავჭრათ კარტოფილი იმისთვის. ყვითელი ვერ გავიხსნე, სტაფილო წითლისთვის, ჭარხლისთვის. ეხლა მინდა ძალიან დიდი და გრძელი ვიდეო გამომივიდეს. ამიტომ დიდხანს აღარ შეგაწყენთ თავს ხალხნებო. აქედა რო ავქროლდები, რაღაცა უნდა გამეკეთებინა რა. ხო, ნუ ჯერ ადრე არის რა ამებს, ამონ რომ კერძს რო გავაკეთებ, კერძია თუ რაც არის. ხო, კერძია. კერძია და მეგონა რომ მაინც წვიანი უნდა ყოფილიყო. აქ არაკ. ნინოს რო დავაწყენ, მე დავტესტავ ბლინჩიკების ცომს და მე თუ ბლინჩიკების ცომი გამომივიდა, სოკოსაც დავდგავ, ბრინჩსაც დავდგავ და ბარემ გავაკეთებ. ისე რომ ხვალე ბადრიჯანს გავაკეთებ მარტო და თევზს. მაგასაც დილით მოვრჩები და ეგ არის და ეგ. რაღაც უნდა მეთქოდი ხო? ვერ ვიტანდი ახალ წელს, მართლა.
აი ბავშვებიც ამყავდა უკვე რაღაცა და აი 12 საათი რო ხდებოდა 11-ზე და უნდა სუფრა გაგვეშალა და რაღაცა აი ტირილი მინდოდა გეფიცები და დაძინება ყოფილა ეგ შემთხვევები არ ვიცი რატო აი ვიღლებოდი საშინლად პლუს იმ პერიოდში არ ქონდა ეს ცხელი წყალი და გარეთ აი ჯერ ეს ყველაფერი აზიდე ჭამე იქეიფე რაღაცა და მე რომ მორჩა მე ისე უნდა ჩამოგვეზიდა სულ ყველას და აი იმდენად მე სიკვდილებოდა და ბძულდა ეგ პროცესი იმდენად რომ ესა ვერ ვიტანე ეხაც ავდივარ და ჩავდივარ მაგრამ ეხა ცხელი წყალი მაქვს ეხა რაღაცა არა ეს ჯობდა ეს ჯობია ეხა სიტყვაზე მე სანამ რეცხავ ბარბარაში ბარბარე პატარა იყო ბარბარე ჩავი ლაშა ჩამოზიდა ბევრჯერ კი ყოფილი შემთხვევა რომ ტესასურტიც კი ჩაუვდეთ მოკლედ რატომაც არა ეგე ჯობია ეხა მიყვარს მართლა არ მიყვარს ახლა 91 რომ მოდიოდა ცუდად ხდებოდა ის სერიოზულად ცუდად ეხა ძალიან მიყვარს ეხა მიყვარს ჩემი შვილების ბედნიერი სახეები მაშინ მაგას ფერფედავდი, იმიტომ რომ აი სხვანაირად დათრგუნული ვიყავი და რაღაცნაირად. მე დავიწყე ყველაფრის გაკეთება. თუნდაც აი სახლის და რაღაცა სრული არ მქონდა რა. რამდენი ხანია საითხის მანქანა არის ჩართული 1 საათი და 11 წუთი აწერი. აი მაგაზე ჩერდება ხოლმე და კარგი ჯიგრულად არ ეცხავს. წევა გავწმინე ფილტრი. გამოვაძრე უკან შლანგი. საითხის მანქანასაც აქვს და შლანგსაც აქვს ფილტრი, იმიტომ რომ ჩვენ წყლის გადამკიდე რო ხო გახსოვთ ალბათ მატლიანი წყლები რო მოდიოდა, საჭირო იყო, იმიტომ რომ ტექნიკა ფუჭდება. ხო და ეხა აღარ მოსულა ეს წყალი საერთოდ გათიშეს, ისედაც არ მოდიოდა და ეხა ის 24 საათიანი თვალსებ ხოლმე, ოღონდ 24 საათიანი არ არის. ხო და ისა. იმის მე არ გამიწმენდია რა, რაც ეს წყალი შემოვიყვანდა. ეხა დავაკვირდები, რამდენ ხანში დასჭირდება ფილტრს გაწმენდა. წყალი აღარ შედიოდა და ზრუნავდა მანქანა. მოჩი? კი. ეხა ხახნებო და გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე ხა ჭარხალს გადმოვიტან დავჭრი ბარემ ჭარხალსაც და მე ერთიანად იმას ვიზავ წვანებს და რაღაცებს ერთიანად გავუკეთებ ასე რომ შევიდე გადავიმლო ასე რომ დაგემშვიდობებით ხა მომავალ ვიდეომდე ხოლე უკვე 31-ია აბა ქალებო გამძლეობას გისურვებთ და აი ესე რა გააკეთეთ ის რაც გეხალისებათ რაც საჭიროა ანუ ყველაფერი საჭიროა ხო მაგრამ აუ ჯანს გაუფრთხილდით რა აიგეთ არ გაიგეთ უნდა გაიგოთ ეგრე არა აბა ჰიტა აბა ხო კარგად მიმოვიხსნეს მომავალ ვიდეომდე